გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ეროვნული გამოცდების task მეხუთეზე. task მეხუთე არის დავალება, სადაც როგორც ხედავთ, მოცემული გვაქვს 12 გამოტოვებული სიტყვა, ოღონდ ესენი ძირითადად გრამატიკული სიტყვებია და ABCD ასერჩევი პასუხებიდან უნდა ავირჩიოთ ერთ-ერთი. უმეტესად ეს სიტყვები გახლავთ articles, prepositions, წინდებულები, არტიკლები, წინდებულები, კავშირები და მიმართებითი ნაცვალსახელები. პირველი რჩევა, რაც მინდა მოგცეთ, არის ის, რომ ტექსტი თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ. ანუ პირველ რიგში წავიკითხოთ იმისათვის, რომ რაღაცა გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ, თუ რაზე შეიძლება იყოს ტექსტი. არის ხშირად შემთხვევები, რომ მაგალითად თუ ერთგან რაღაცა კონკრეტული სიტყვა გამოტოვებულია, უფრო ქვემოთ ტექსტში, ის შეიძლება სხვა კონტექსტში მოცემული იყოს და სადღაც პასუხადაც კი გამოგადგეთ. მოკლედ, აუცილებლად სასურველია, რომ მთლიანი ტექსტი გადავიკითხოთ. დღეს კონკრეტულად ამ დავალებას თქვენთან ერთად გავარჩევ. ოღონდ მთლიან ტექსტს არ წავიკითხავ, გამომდინარე იქიდან უკვე წაკითხული მაქვს და მხოლოდ იმებს წავიკითხავ, რაც არის ჩასასმელი, ხო, რომ არც დრო დაიკარგოს დავუშვათ და არის ხშირად შემთხვევები, რომ პირდაპირ ვიცით სწორი პასუხი, იმიტომ რომ დავუშვათ ფრაზული ზმნა არის ან რაღაცა გამოთქმა არის, ფიქსირებულად ვიცით, რომ ის რაღაცა სიტყვა შეთანხმებებია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, დავიწყოთ პირველი. Many of them were built hundreds the years ago. ხო, ასერჩევად გვაქვს in, of, from, on, ან წინდებულები. შესაბამისად, ვიცით, რომ მაგალითად ასობით წლის წინ, მილიონობით წლის წინ და ასე შემდეგ, ანუ hundreds of years ago, millions of years ago და ასე შემდეგ. მოგვიანებით თუ გადახედავთ ტექსტს, ასევე ნახავთ, რომ მაგალითად აქაც გვაქვს ეგ hundreds of, ანუ აქაც ფაქტობრივად მიგანიშნათ, რომ პასუხი შეიძლება of იყოს და აბატონო, აი აქაც millions of people. ხო? ანუ ეს of თითქოს ძალიან ლამაზად კარგად ჩაჯდა. მეორეს რაც შეეხება, რომ არც წავიკითხო, ისედაც ვიცით, რომ წიგნებშიც არის ხო სახელმწიფოებში შემოტანილია known as ცნობილი როგორც. ანუ ნახეთ რამხელა დრო დავზოგე მე იმისათვის, რომ ამაზე ფიქრი დამეწყო თუ რა შეიძლებოდა და ყოფილიყო და ავტომატურად გამოვრიცხე სავარაუდო პასუხები. მესამე, The National Trust is a charity organization conservation of cultural heritage. ანუ ეს ორგანიზაცია ხო საქველმოქმედო შეიქმნა სავარაუდოდ რაღაცისთვის, ხო რაღაცის დაცვის თვის, აი ქართულშიც ძალიან კარგად ჩაჯდა თვის და შესაბამისად ინგლისურადაც for conservation of cultural heritage. მეოთხეც მარტივია წაკითხვის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აი დიდ ბრიტანეთზე როცა ვსაუბრობთ, England, Wales and Northern Ireland, ხო და ჩრდილო ირლანდია, ანუ ესეც დიდი მსჯელობის გარეშე ჩაჯდა. და მეხუთეს რაც შეეხება, აქ ცოტა დაფიქრება გვმართებს, იმიტომ რომ აქ გვაქვს look და შემდეგ ასარჩევებში რაც არის at, for, in, after, თითქმის ყველა შეიძლება ჩაჯდეს, მაგრამ რა თქმა უნდა სიტყვის მნიშვნელობა ეცვლება, ხო? თუ კი look at არის ყურება, look for არის რაღაცა მუძებნა, look after კიდევ მოვლა პატრონობა, ხო, ყურადღების მიქცევა და ორგანიზაცია რატო შეიქმნა, ხო? ბუნებრივია რომ მიეხედა hundreds of houses, შესაბამისად after. მეექვსე. The old country houses are kept perfect condition. ანუ idealურ მდგომარეობაში. ნუ ქართულშიც მექანიკურად თუ ჩაჯდა ში და ინგლისურადაც ბუნებრივია in a perfect condition, in bad condition, ესეც გამოთქმა არის. მეშვიდე. წაკითხვის გარეშე დავაკვირდეთ თვითონ წყობას typical British old house და ჩვენ ვიცით რომ როდესაც გვაქვს არსებითი სახელი და წინ მოსდევს განსაზღვრება, რაც შეიძლება აკლდეს, ასეთ შემთხვევაში არის არტიკლი. ხო? აქ თუ დახედავთ, this არაფერში არ არის, გვაქვს a and the, სამივე არტიკლია, any პირდაპირ გამოირიცხა, იმიტომ რომ თანხმოვნი დაწყებული სიტყვაა შემდეგი, არის a და the, აქ უკვე ჩვენი გრამატიკის
ცოდნა ერთვება და ვიცით რომ A ზოგადზე როცა ვსაუბრობ და the კონკრეტულზე ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით რომელ ტიპურ სახლზეა საუბარი, ამიტომ A typical British old house. მერვე, ესეც საინტერესოა. Products were not kept in fridges, they did not have any. აქ შეიძლება იფიქროთ, რომ ეგრევე არის but, რადგან მეორე მხარეს უარყოფა, ანუ მაპირისპირებელი კავშირი გვჭირდება, თუმცა თუ კი დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ არ ინახავდნენ მაცივარში პროდუქტს, გამომდინარე იქიდან, რადგან არ ქონდათ, ხო და არა მაგრამ არ ქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ არ ქონდათ, რადგან არ ქონდათ. ესე იგი as they didn't have any. მეცხრე, live. აქაც მარტივად live და ვიცით რომ მოსდევს in. So live in some of these houses. მეათე. These houses often have beautiful gardens are looked after. ხო, ბაღი და უვლიან. პატრონობენ. ეს კი ბაღები რომლებსაც პატრონობენ. Which are looked after. 11. The founders of the National Trust believed, სჯერათ და ეგრევე ტვინმა ესაღიქვა როგორც რომ believed that. და ბოლო, მე-12, millions of people, აბატონო, გამეორდა ის, რაც ზემოთ ვისაუბრეთ, are given the chance to see, რომ ნახონ, თუ ალბათ როგორი იყო ცხოვრება მაშინ ისეთ ტიპურ სახლებში, ხო? What life in an old country house was like. ვიმედოვნებ, რომ გამოგადგებათ რამეში ჩემი ვიდეო და წარმატებით დაწერთ და გავმკლავდებით ამ დავალებას. დროებით.